ახალმოწამენი და აღწარებელნი. ასეთია წიგნის სათაური, რომელიც საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულ სასულიერო პირების ცხოვრებას ეხება. ისტორიები გაცილებით შემზარავია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. და არც ისე შორეული წარსულიდანაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ისინი ჩვენი თაობის დიდი ბებიები და ბაბუები არიან. მათკენ ყურადღების მიპყრობა ახალი ენერგიის წყაროს აჩენს. დამატებით განზომილებებს ხსნის საკუთარ თავშიც. ყველა ქართველმა იცის, რომ ეს ქვეყანა უბრალო ადამიანების თავგანწირვებმა მოიყვანა აქად. როგორც შეშა, ცეცხლში წვავს თავის სხეულს, მაგრამ ათბობს და ანათებს გარშემოყოფებს. ასეთია თავგანწირვის ძალაც. მათი სასწაულიდან ბევრი რამ გვაქვს სასწაული. ჩვენი მეგზური, წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ლუარსაბ ტოგონიძე იქნება. ამბროს ხელაია დააპატიმრეს კათოლიკოს პატრიარქი საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან და ჩასვეს ციხეში. მაშინ სავსე იყო მეტეხის ციხე. მაშინ ესე პრესაში ეს ნიანგი არის, სადაც კარიკატურები და ეს პასკვილები კეთდება და ითხოვენ არა მხოლოდ ამ დასჯას სასულიერო პირების, არამედ ვინც ადვოკატები, ვინც იცავს იმათსაც და არის მე გამოდიან სხვადასხვა ჯგუფები, ვინც გმობს და ესე იგი საშინელ ანტირელიგიურ მთელ კომპანიად იქცა ეს რა. რომ ესე იგი გამოეყვანათ სასულიერო პირები, როგორც დაცებლები, როგორც ესე იგი ხდებოდა დემონიზაცია. კათოლიკოს პატრიარქი ვერ გაბედეს, რომ დაეხვიტათ და სასჯელი მიუსაჯეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელა წარმოიდგინე რამხელა როგორი ის იქნებოდა ნებისმიერი სასულიერო პირისთვის, როგორი მძიმე ამბავი, რომ თუ კათოლიკოს პატრიარქი დაცული არ არის და ცრუბრალდებით შეუძლიათ მას სიკვდილი მიუსაჯონან, ასე ვთქვათ, ესეთი წლები, ესე იგი ვინ დაიცავდა უბრალო მღვდელს. ჩვენი მცდელობა არის, რომ მივიწყებული სახელები, ახლა ამბროს ხელაია, ასე თუ ისე ყველა მიცის, შეიძლება რაღაც დეტალები არ იცოდნენ მასზე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აი ამ კვლევის დროს გავიცანით ჩვენ. ერთ-ერთი რაჭველი სასულიერო პირია გვარად კობერიძე, რომელზეც თითქმის არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ იქ განჩინებაში წერია, რომ აცხადებს, რომ არასოდეს არ მიატოვებს ღვთისმსახურებას, რაც არ უნდა დავმართოთ. და აწერია მე იქ წითელი პასტი. რასტრელიაც ეს არის პირადი ქონება, მისი კონფისკაცია ხდებოდა. მე-19-მე-20-ის მიჯნას საქართველოსთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის რა ჩემი აზრით რა იმაში როცა ილია არის და სხვა ერის მამები როცა ეს იდეოლოგია ყალიბდებოდა. აი თითქოს ვიცით ამ თავარ ფიგურებზე რაღაცები ან იგივე სკოლიდან და არა მარტო სკოლიდან, მაგრამ აი რაღაც ეს ერთი შეხედვით ძალიან რიგით ჩვეულებრივ ადამიანებს ძალიან ცოტა რამე თუ ვიცით და ერთ-ერთ მღვდელზე აქ რო ვკითხულობდი დეკანოზზე ესეთი ამბავი იყო ქისტი ყოფილა და მათი ალბუთაშვილი და ვაჟა-ფშაველას მითითებით დაუწყია ქისტური ტრადიციების შესწავლა, ასე ვთქვათ რა. და აი მაშინ დავფიქრდი მაგაზე, რომ აი ამ მთავარი ფიგურების მიღმა იყვნენ სხვადასხვა ფიგურები, რომლებზეც აი ეს მთავარი ფიგურები შეიძლება იდგნენ და რაღაც საყრდენიც კი იყო რა, იგივე რა ამ. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ნატრობთ ლიდერს, ნატრობთ რომ აი ახლა ილია რო ყოფილიყო, მაგრამ ვერ იქნება ილია თუ არ არის საზოგადოება. აი თუნდაც ის ფაქტი ბანკის დაარსების, რომელიც ილია ჭავჭავაძე მითავა, ან გაზეთ ივერიის დაარსების,
იქ ხალხი უამრავი ადამიანი იყო ჩართული, როგორც კორესპონდენტები, რომლებიც ამას წერდნენ იმ გასაჭირზე. შემდგომ სასულიერო პირები. ხო, თუნდაც აი ახლა წერილებს აქვეყნებდნენ ივარიაში და ბევრი სასულიერო პირი ილიას ესეთი იდეები, თავისუფლების იდეებით აღფრთოვანებული, ბევრმა მიაშურა სხვადასხვა პროვინციებს, სადაც გასაჭირი იყო. და სასულიერო პირი არა მხოლოდ ითავსებდა უშუალოდ ღვთისმსახურებას, არამედ ხშირად გვევლინებოდა როგორც განმანათლებელი. გამოღვიძება, რაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო და ამას სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე, აი ეს გავრცელდა შემდგომ ძალიან ბევრ ადამიანზე. იმიტომ რომ სათავეში თვითონ ილიას იდეები იყო სრულიად სამართლიანი. ის იმპერიალისტური ეპოქა, რომელიც უქადდა და პრაქტიკულად უკვე უპირებდა ჩვენ ერს გადაშენებას და გარუსებას, ილიამ და მასთან ერთად იმ დასმა, როგორც სასულიერო ასე საერო, მოახერხა, რომ აი ამ საშინელი განზრახისთვის ხელი შეეშვა. აი ეხლა რაღაცნაირად მივედით იმ კითხვაზე, რა კითხვაც მქონდა, რა ძალიან საინტერესოა. როგორი კონტექსტი არის სასულიერო პირების ცხოვრება მე-19 საუკუნის ბოლოს და ეს გარდამავალი პერიოდი, როდესაც იცვლება რეჟიმი, რა ცხოვრებას გადიან ისინი და რასთან უწევთ შეხება. ამ პერიოდს საერთოდ ჩვენ არ გვაკვირდა ღირსეული მღვდელმთავრები, თუნდაც რა დღის დავასახელოთ გაბრიელ ეპისკოპოსი ქიქოძე, იმერეთის ეპისკოპოსი, რომელიც წმინდანად არის შერაცხული, ალექსანდრე ოქროპირიძე, რომელიც ასევე წმინდანად არის შერაცხული. ეს იყო ხალხი ფაქტიურად ილია ჭავჭავაძის თანამოაზრეები, მოძღვრები და ეს ადამიანები, რომელთაც უარი თქვეს მხოლოდ იმ პრივილეგიებზე, რასაც წმინდა რუსეთის წმინდა სინოდი და რუსეთის იმპერია მათ აძლევდა, საკმაოდ მღვდელმთავარ საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა, ამაზე უარი თქვეს და რისკის ფასად, ამის დაკარგვის კეთილდღეობის ისინი ავრცელებდნენ როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას, ასევე მის გაგრძელებას ერის უფლებას, რომ საკუთარ ენაზე ილოცოს, იმსახუროს, მოუაროს თავისი წმინდეებს. თქვენ იცით, რომ რუსეთმა ეს მოხდა ესე, რომ სრულიად გაუგებარი იყო მათთვის ჩვენი საეკლესიო ენა, გალობა, არქიტექტურა და საბედნიეროდ გამოჩნდა როგორც სასულიერო დასში, ასევე საერო დასში, როგორც მწერლები, მოღვაწეები, უბრალო მუშაკები, მასწავლებლები, ესენი იყვნენ აღფრთოვანებული ამ იდეით, ქართული ენის წერა-კითხვის გავრცელებით, გადარჩენით. ილია ჭავჭავაძემ თქვა, რომ დღეს ჩვენი ხმალი არის კალამი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სასულიერო სემინარია და ის ინსტიტუციური რელიგია და ეკლესია, რომელზეც გავლენა აქვს, ასე ვთქვათ, რუსულ საეპისკოპოსოს, მეტნაკლებად არის სისტემის დაქვემდებარებაში, სადაც ადამიანები უმზერენ ძალიან დიდ ჩაგვრას და უსამართლობას და გარკვეულწილად ეს ჩაგვრა და უსამართლობა მთლიანად სარწმუნოების წინააღმდეგ რაღაც განწყობებსაც ქმნის საზოგადოებაში, ხო? ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ. და რომელიც შეიძლება ამ განწყობების შურისძიება იყოს მერე აბსოლუტურად სრულიად განურჩევლად ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა თუ აწვი ანაფორა, ესე იგი ესეც იმ უსამართლობის წევრი არის და მე აღარ მაინტერესებს ხო. სინოდი დაქვემდებარებული იყო სახელმწიფოს, იყო უბერპროკურორი, რომელიც ფაქტიურად მართავდა წმინდა სინოდს, მისი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც გააჩნდა იმპერიას ზრახვები, მიზნები, ეკლესიაც ამის სამსახურში იყო. ეს არის ძალზედ საშინელი, ასე ვთქვათ, და ანტიქრისტიანული, მე ვიტყოდი, სისტემა, როდესაც იმპერია თავის სამსახურში აყენებს ეკლესიას. ეკლესია, რომელიც უნდა იყოს ყველასთვის, დამაშვრალისთვის, ღარიბისთვის, ტანჯულისთვის შვება, ამ შემთხვევაში მოძალადის თანამოაზრე და თავად ხდება მოძალადე. იქ უკვე რწმენის ადგილი აღარ რჩება. მათ ეს ჩანაწერებს რო ვკითხულობდი, ესეთ რამეს ამბობს, რომ იქ ვერ მოახერხა, უბრალოდ შუღლი იყო შავთუშებში ოსებსა და ქისტებს შორის და მე ზუსტად მაგიტომ რომ ეს ქისტი იყო, იქ აუმხედრდნენ ადგილობრივები, რომელსაც ეს ადამიანის იდეაში რაღაცა სკოლაში ასწავლიდა სხვადასხვა რაღაცებს თან სრულიად უსასყიდლოდ, ხო, მაგრამ აი ხალხის მხრიდანაც თითქოს
არის ეგ მომენტი, რომ ვერ დანახვა, ვერ დაფასება და რაღაც მომენტი, რომ ჩავარდა, შურის ძიება იწყება მაშინ, ასე ვთქვათ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული რეალობა, რა ხდება ამ დროს. არა მხოლოდ საქართველოს, თქვა, წამყვან ქალაქებში, არამედ მთაში. ზოგადად იმპერიის ნაწილი საერთოდ დალხინებული ჩვენ არც ყოფილვართ ახლა, თუ არ ჩავთვლით იმ მცირე პერიოდს, რომელსაც ოქროს ხანას უწოდებთ, ყოველთვის გაჭირვებული იყო საზოგადოება, მაგრამ ამ პერიოდში უკვე ამას ერთვის ძალიან არასწორი ეკონომიური პოლიტიკა და ხალხი ზოგადად მაინც ტანჯული და გაუნათლებელია. ხშირად მაგალითად მე ვიცი სვანეთში, როდესაც აგზავნდნენ მასწავლებელს, მღვდელსაც კი ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო ასე ვთქვათ გარუსების, ანუ იმპერიალისტური, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ხრიკი ილია ჭავჭავაძე. მაინც წარმოიდგინეთ კაცმა, რომელსაც ფაქტიურად არც ევალებოდა. მოახერხა, როგორც ჩანს, დაინახა ამ საზოგადოებაში ის მუხტი, დაინახა ის პოტენციალი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში და მოახერხა ამ ხალხის იდეის გარშემო შეკრება. წარმოიდგინეთ ილიას გენიალური აზროვნება, მიუწვდომელი ჩემთვის. აი დღესაც კი რამდენი წელი გავიდა, ხო, 60-ია, 70 მისი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის დაწყებიდან. და აი იმ სტატიას კითხულობ და ფაქტიურად აი ამ რამდენ თაობას გაუძლო, რამდენი რამ შეიცვალა აზროვნებაში იმ პერიოდში. და აი ესეთი ასე ვთქვათ, უიარაღო ბრძოლით ილია ჭავჭავაძემ მოახდინა გავლენა ბევრ ადამიანზე. აი ამ ხელა მუშაობის დროს ამდენ არქივს გაეცანი, რამე ხო არ იყო ისეთი, რაც ჩვენთვის ძალიან ემოციურად და გამახსოვდა, ხო არ შეგიძლია გაგვიზიარო. ჩემთვის მაგალითად უსაყვარლესი წმინდანია იღუმენი ექვთიმე კერესელიძე. სრულიად უბრალო რაჭველი ბიჭი, რომელიც ჩამოვიდა თბილისში სარჩოსაძიებლად და ჩაერთო ისეთ საქმეში, რომელმაც ჩვენი მუსიკალური კულტურის დიდი ნაწილი გადაარჩინა საეკლესიო საგალობლების. როდესაც უკვე მე-19 საუკუნის შუა წლებში თვალსაჩინო გახდა, რომ ის ძველი ბერები, რომელთაც ზეპირად იცოდნენ უამრავი საგალობელი, ნენელა მიდიოდნენ და შესაბამის ღირსეულ მოწაფეს ვერ ტოვებდნენ, ჩვენ თვალწინ იკარგებოდა კულტურა. წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ არ იყო საშუალება ამის ჩაწერისა. მაშინ გამოინახა, ასე ვთქვათ, და დაიწყეს ძიება საშუალებისა, როგორ შეიძლება ჩაიწეროს ჩვენი საგალობლები. კერესელიძე მაშინ სულ ახალგაზრდა იყო ეს რო დაიწყო, მაგრამ მოხდა მისი ერთ-ერთი კარგი მეგობარი მაქსიმე შარაძე, რომელიც სხვადასხვა ილია ჭავჭავაძეს დამსახურობდა. მათ ჰქონდათ არა მხოლოდ მუსიკალური, ასე ვთქვათ, კულტურის გადარჩენის ამბიცია, არამედ ზოგადად უნდათ, რომ ქართულ ენაზე ბევრი წიგნი დაბეჭდილიყო, საეკლესიო ხასიათის, რომ ხალხში გავრცელებული იყო. გახდნენ მესტამბეები, შეიძინეს სტამბა. სტამბა ურთულესი საქმე იყო. ძველ სტამბაზე განსაკუთრებით მაგ პერიოდის ეს იყო შრიფტები, რომელიც უკუღმა იყო, ტყვიისგან იჭრებოდა. მესტამბის სამუშაო იყო სარისკოც. მტვერია მტყვიისა. ასე ვთქვათ, მძიმე მეტალი ფილტვებში და თითქმის ბევრი მეგობარი მათი და თანამშრომელი ამით გარდაიცვალა და ივერია მათ სტამბაში იბეჭდებოდა და ის მათ მერე გაიცნეს ფილიმონ ქორიძე. ფილიმონ ქორიძე იყო ძალიან ცნობილი მომღერალი, რომელიც ლასკალას სცენაზე იყო პეტერბურგში. ეს იყო, ასე ვთქვათ, იმ პერიოდისთვის ძალიან ცნობილი ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიო ბანი. აიღო თავის თავზე, რადგან მას მუსიკალური განათლება ჰქონდა, რომ ჩაეწერა ეს საგალობლები. და სწორედ აი ამ ძალისხმევით, ამ გაერთიანებით აქ ჩართული იყო გაბრიელ ეპისკოპოსი, ალექსანდრე ოქროპირიძე ეპისკოპოსი, ძალიან ბევრი ადამიანი ფილიმონ ქორიძემ წლების მანძილზე ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში და გელათში, შემდგომ გურიაში ფაქტურად მიუძღვნა მთელი სიცოცხლე ამას. თავის კარიერა სრულიად გადაძლო და დაივიწყა თან როდესაც პიკში იყო წარმატების და თავისუფლად შეეძლო თბილისში გაეგზელებია, იმდენად შრომატევადი საქმე ითავა და ექვთიმე კერესელიძე, რომელსაც ერობაში ან ექვთიმე ბერობის სახელია, ესტატე კერესელიძე მისი მოწაფე იყო. ესტატემა შეისწავლა სანოტო დამწერლობა და ფაქტიურად იგი გახდა მემკვიდრე ამ ჩანაწერებისა. ნაწილი მცირე გამოიცა თავის დროზე, ალბათ 5-6 კრებული, მაგრამ აი უმთავრესი საგალობლები ჯერ კიდევ ხელნაწერის სახით იყო. გადარჩა ეს საგალობლები? ხო, გადარჩა და სწორედ მისი დამსახურება და მისი შრომის რა მოხდა შემდგომ? გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძე, მაქსიმე შარაძე, ფილიმონ ქორიძე და ექვთიმე კერესელიძეს ფაქტიურად მარტო აი ეს ამ ერთ კაცს, რომელსაც არც ისეთი შემოსავალი ჰქონდა, არც ისე იცნობდა საზოგადოება,
დარჩა მას ეს და იგი გაეშურა გელათის მონასტერში, წაიღო ეს ხელნაწერები და შეუდგა ამ ხელნაწერების შესწორებას, გადათეთრებას, დაზუსტებას, დაიხმარა იმ პერიოდში ქუთაისში მოღვაწე ცნობილი მგალობელი რაჟდენ ხუნდაძე დეკანოზი, ასე ვთქვათ, ივლიანე ნიკოლაძე და მოახერხა და დაგვიტოვა ათასობით საგალობელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაფერ საეკლესიოს ანადგურებენ. 20-იანი წლების, ასე ვთქვათ, ეს სისხლიანი ტერორი არის, არ ვიცი, ეს არის სიგიჟე, იმიტომ რომ უამრავი ხელოვნების ნიმუში დაიკარგა და განადგურდა. ექვთიმე კერესელიძე მოახერხა და ჩამოიტანა მცხეთაში ეს ხელნაწერები და შემდგომ უკვე 30-იან წლებში სახელმწიფო მუზეუმს, რომელსაც იმ პერიოდში ჩვენი ცნობილი მხატვარი შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, მოახერხეს ამ ხელნაწერების დაბინავება. ეს საგალობლები ძირითადად იყო განკუთვნილი დიდი მონასტრებისთვის, არა საერო ტაძრებისთვის, იმიტომ რომ ეს რომ სრულად შესრულდეს ღამის თევით, ალბათ ერთი 8-9 საათი, 10 საათი გაგრძელდება ღვთისმსახურება. ამიტომ ეს განსაკუთრებულად სრულდებოდა განსაკუთრებულ დღესასწაულებზე. ანუ რაღაც ისეთი საგალობლებიც არის, რომელიც შეიძლება არ ვიცოდეთ. არის საგალობლები, რა თქმა უნდა, არის საგალობლები, რომელიც წელიწადში ერთხელ სრულდებოდა მხოლოდ. ამ დღესასწაულებს ხო აქვთ ეს სადღესასწაულო საგალობლები მარხვაში რაც სრულდება, აღდგომაში რაც სრულდება და ასე შემდეგ. ეს არის მუსიკალური საგანძური. რა ბედი ეწია მაგრამ ექვთიმე? ექვთიმე კერესელიძე ომის დროს 1954 წელს გარდაიცვალა. უკვე მარტო იყო წარმოიდგინეთ ზედაზენზე. ზედაზენზე დასაფლავებული იქ. მანამდე დაითმინა დევნაც ციხეშიც იყო რაღაც პერიოდი და მაგრამ როგორც ჩანს ესე იყო განგება ღვთის რომ ეს საგალობლები გადარჩენილი იყო და ჯერ კიდევ ელის ალბათ მე ვიტყვი რომ ალბათ 2-3% თუ სრულდება დღეს ეკლესიაში და თან ეს არ არის მხოლოდ ქართული მემკვიდრეობა საერთოდ ხშირად ჩვენ ესე ამ ჩარჩოებს ვერ ვცილდებით ეს ჩაკეტილება მოგვიტანა დაგვიტოვა ასე ვთქვათ სენათა იმპერიამ ეს არის სოფლიო კულტურის ნაწილი და ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ არ წარმოუადგენთ ან ჩვენი წინაპრები არ არიან მარტო ჩვენი ვინც ამ კულტურას დააფასებს და მოუვლის, ის იქნება შთამომავალი და ვინც უგულებელყოფს და დაივიწყებს, ის საერთოდ არ არის შთამომავალი. ხო არა, გენეტიკა ხო არა მთავარი. მე ხლა ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც არ არის ქართული წარმოშობის, მაგრამ აი ბევრად უყვართ და ბევრ შრომას და სიყვარულს დებენ ამაში ამ საქმის შესწავლაზე. თუნდაც ეგეთი ადამიანებია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშიც იყვნენ. ნუ რა თქმა უნდა, იყვნენ და ჩვენ ხშირად აი რაღაც ძალიან ადრეულ შუა საუკუნეებში ვეძებთ გმირებს და მაგალითებს. აგერ აი ჩვენ გვერდში იყვნენ ადამიანები, რომელთაც მე საოცარია კიდე უნდა გითხრათ, რომ ექვთიმეს აქ ეს თხოვეს მას მუზეუმში რომ მიიტანა, რომ ეს დაწერო როგორ მოხდა ამ ნოტების, როგორ მოხდა შენ ხელშიო და აქვს ძალიან საინტერესო ავტობიოგრაფიულია ფაქტიურად ისტორია საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღებისა და არის ხელნაწერთა ინსტიტუტში თუ არ წაიკითხავთ, მიდით ნახეთ, თან ერთია რომ მის ნაწერს რო შეეხები. ხო, ეს რაღაცა ისეთი მადლის და ენერგიის მატარებელია და აი იქ წერს თვითონ როგორ მოხდა მის ხელში, მე კალიგრაფია აქვს ულამაზესი. აი ერთი გაჩვენოთ როგორი სანოტო ხელნაწერები აქვს დატოვებული. შეხედეთ, ეს არის უზარმაზარი. ახლა ეს არის წარმოიდგინე ამ ხელაწიგნი, უფრო დიდი და ესია გაფორმებული. თვითონ მხატვარი არ ყოფილა, მაგრამ აი ესე როგორი ის სიყვარული ჩანს და თან რო ნახავ რა პერიოდში 20-ან 30-იან წლებში აქვს ეს დაწერილი. და წარმოიდგინე რა ხდებოდა და საიდან ქონდა ამ ადამიანს ესეთი რწმენა და სიმშვიდე რომ ესე დამჯდარიყო და ესე გამოეხატა ესე სათითაო ნოტი თუ სათითაო გამოსახულება. და ეს იმედს გაძლევს რომ რაც არ უნდა ქვეყანა დაინგრეს ხო ადამიანი თუ ერთგული არის თავის პრინციპის და მას ნამდვილი სიყვარული აქვს ხო ყველა დროში შეიძლება გადარჩენა. მაინტერესებს უკვე რა ცხოვრება იწყება სასულიერო პირების ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რა ეტაპი იწყება უკვე წითელი რევოლუციის მერე, როდესაც ნელა საბჭოთა კავშირი იკრებს ძალას. ეგრევე იწყება რეპრესიები თუ ეს ნელი პროცესია, რომელიც შემდეგ პირდაპირ უხეში ძალით, ესე იგი იყვნენ როგორც კომისარები, კომკავშირლები და იყო თვალსაჩინოდ დასჯა, გამასხარავება სასულიერო პირების წვერის გაკრეჭვა, იყო ყაჩაღური თავდასხმები მონასტრებზე, პირდაპირ ყაჩაღური მკვლელობები, სასულიერო პირების წინაშე დადგა საშინელი, ასე ვთქვათ, არჩევანი. ან უნდა მიეტოვებინათ
თავიანთი საქმიანობა და ამას კომუნისტები არ აკმარებდნენ ის რომ მხოლოდ სახში წასულიყო და ეკლესიაში აღარ ემსახურა. ბევრი ძალადობით გამოიყვანეს და საჯაროდ უნდა დაეგმოთ როგორც მიტინგზე, ასევე გაზეთშიც. და გვაქვს ესეთი ამბები, როდესაც წერენ ძალიან ცნობილი და ღირსეული ხალხი, ასე ვთქვათ, წერენ რომ აი ჩვენ ვატყუებდით ხალხს, რომ ღმერთი არსებობს და სარგებლობით და აი იყო ეს გულსატკენი ამბებია რა, ასე ვთქვათ, უარყოფა. და სხვათა შორის შემდგომ უკვე შედარებით რო შერბილდა უკვე მეორე მსოფლიო ომის მერე მდგომარეობა, ბევრმა მოისურვა დაბრუნება უკვე სასულიერო ხარისხში. და კალისტრატე ცინცაძის დროს, კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატეს დროს განცხადებები შედიოდა, რომ გთხოვთ აღმადგინოთ სასულიერო ხარისხში. და კალისტრატემ ვინც საჯაროდ ან დაწერა, ან დაგმო ღმერთი, იმათ აღარ აღუდგინა ხარისხი. მაგრამ ვინც თქვათ შიშის გამო მიატოვა და საჯაროდ არ დაუგმია, ისინი გარკვეული ასე ვთქვათ საეკლესიოებით ამის მერე მოხდა მათი აღდგენა. ესეც საინტერესოა თვითონ ეს როგორ ხდება. სხვათა შორის ჩვენ ამ წიგნში შევიტანეთ არა მხოლოდ ის სასულიერო პირები, რომლებმაც ასე ვთქვათ არ მიატოვეს, ხო, აი ეს ხო იყვნენ მათ შორის გმირები, რომელთაც ყველანაირ ზეწოლას გაუძლეს. არამედ ისინიც, ვინც მიატოვა, მაგრამ მაინც დახვრიტეს, იმიტომ რომ ბევრი მაინც აღასრულებდა წესებს, ბევრი მაინც ასე ვთქვათ ცდილობდა და აი აქ ჩანს მე იქ საინტერესო არის დაკითხვის ოქმები და მათი ასე ვთქვათ და იყო დახვრეტის მიზეზი, რამდენიმე არის რომელიც არ დაუხრეტია, ზოგი დახვრეტეს, ზოგი არ დახვრეტეს. ძალიან ცოტა, რომელიც არ დაუხრეტია და გადაასახლეს. ალბათ აი ამ სრული რაოდენობიდან იქნება ალბათ 7-8%, მაგალითად სახელმწიფო ღალატის მუხლითი ჭერდნენ მაგალითად. არა, ამას ერქვა, ხო, ფაქტიურად ესე ამ ხარისშია, ესე იგი, აგიტაცია, პროპაგანდა, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით. ფაქტიურად რაღაცა გეგმასავითაც კი იყო ცენტრალურად, რომ ამდენი უნდა დახვრეტილიყო, ამდენი თავადაზნაური არის და აბა ეძებდნენ ხალხს. აი თუნდაც ტელეფონას ველზე რო დახვრიტეს 24 წელს აჯანყების ვითომ დასჯის მიზნით, არ ვიცი ვინც იყო ის კომისარი, 24 კაცი უნდა დახვრიტო, აი ჩემა. ხო და რა შუაში იყო ახლა ჯერ ერთი ტყუილუბრა ვიღაცას პენსნე დაუნახეს და შენო მენშევიკი იქნებიო და მოდიოდა ურმით კაცი და გძელი წვერი ქონდა და შენო დიაკვანი იქნებიო. ამან უთხრა არა მე შვილი გარდამეცვალე გლოვიარე ვარო წვერი იმიტომ მაქო და ის მიაყოლეს. წარმოიდგინეთ. ანუ ესეთი ფაქტები ხდებოდა სრული საერთოდ როდესაც შეცდომას უშვებს ხო გარკვეული სისტემა. თავიდან თითქოს დიდად არ შორდება და მე გადადის სრულ პარანოიაში და სიგიჟეში. აი თქვათ რაც ნაცისტებს დაემართათ, რომ ცივსისხლიანად შეეძლო თქვათ იცვალებულის ოქროს კბილები თუ თმები ჯაგრისების ხო ეხლა ეს ხო სულ წარმოუდგენელია ამ პოზიციიდან, მაგრამ როდესაც გარკვეულწილად გამტკიცდები შენ ტყუილში, ხო, მე არ არსებობს, აი არ აქვს ფსკერი ჯოჯო. და რაღაც ზღვარზე რო გადახვალ. ხო, არა, მე უკვე როგორიც არც უყურებდნენ არაფერს რა. აი ხა გამახსენდა როგორი გენიალური ნაწარმოებია ჯაყოს ხიზნები, რომელმაც ბავშვობაში არქეტიპი ასე ვთქვათ, აი უტიფარი მოძალადის არქეტიპი ჯაყოს სახით, მაინც რაღაც შემოგვინახა ჯავახიშვილმა ცნობიერებაში და ხა რაღაცნაირად ეს ჯალათებსაც რო წარმოვიდნენ ხოლმე ზოგჯერ მიდგება ეგეთი ალბათ ესე გახევებული, გაქვავებული, რომელსაც არ აქვს რაღაცა როგორ ვთქვა, ალბათ უფრო რაღაცა ცხოველური არის ეგ ცნობიერება. არის. ესა თუ ის აქციელი დამოკიდებულია ვითარებაზე, ხო? მაგალითად 1930-იან წლებში ანაფორით ქუჩაში სიარული უტოლდება აი სიცოცხლისთვის რისკს. დღეს იგივე მოვლენა შეიძლება პატივიც იყოს, ხო და სადაგითმონ და ჭკუაკითხონ. და ამიტომ არის რომ როცა მშვიდობიანი დრო გვაქვს ჩვენ მაქსიმალურად ზნეობრივი წინსვლისთვის უნდა გამოვიყენოთ ეს, თორე როგორც კი უკიდურეს აზროვნებას დავამკვიდრებ, როგორც კი მტრის ხატს ჩამოვაყალიბებთ, ხო, როგორც ქნეს თავადაზნაურობა მტერი, სამღვდელოება მტერი, კულაკები მტერი, აი როცა უკვე შენ ერთი ადამიანი მაინც გაწირე სიკვდილისთვის, თქვათ, დაუშვათ, ღირსი იყო, დაუშვათ, ხო, მოძალადე ბატონი იყო, რომელმაც მერე უკვე როდესაც ეს განაზოგადე ჩათვალე რომ ჩვენ მივდივართ რაღაც საშინელების გზაზე რა. ხო, პრინციპში ამას ისტორია გვასწავლის და ბაცო აგერ არ მოხდა. აგერ მოხდა გუშინ წინ ჩვენს ოჯახში, როდესაც აგერ ქართველმა ქართველის სიკვდილზე ხელი მოაწერა.
არა თან ისტორია იმასაც გვასწავლის, რაც არის ცნობილი ფრაზა, რომ ისტორია იგვასწავლის იმას, რომ ისტორიიდან ადამიანები არ სწავლობთ არაფერს. აი ამ საინტერესო ფოტოზეც მინდა ვიკითხო. ეს არის საბერძნეთში ათონის თაზე გადაღებული და როგორი საინტერესო პორტრეტები არის. კი, ძალიან. იქ ხასიათი მე ისე მიყვარს ეს ფოტოები, ეს ძველი რა ისეთ ხასიათები სინახავენ და საერთოდ ფოტოგრაფია საოცარი გამოგონებაა კაცობრიობის. და იმ პერიოდში რაღაც სიახლეა და ინტენსიურად მინდის. ხო, კულტურა იყო სხვა შორის გადაღების. საერთოდ საინტერესო ისტორია ათონის მთაზე ქართველების შესახებ და ბრძოლას მონასტერზე უფლების დაბრუნება 19 საუკუნეს გულისხმობ. ათონის მთიდან რომლებიც დაბრუნდნენ, იქ გარკვეულწლები მოღვაწეობდნენ და შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში და ეს ხალხი, ვინც უცხოეთში გაატარა წლები და ენები იცოდა, გახდნენ ერთ-ერთი პირველი სამიზნე. კომუნისტებს არ უყვარდათ ეს ხალხი და რამოდენიმე ბერი ვიცი და ჩვენ წიგნებში ამ ტომეულებში შედის მათი ცხოვრება, მაგალითად ილია ფანცულაი, არქიმანდრიტი გიორგი დარჩია, მხოლოდ იმიტომ, რომ აი რაღაც პერიოდი უცხოეთში იყო, თვლიდნენ რომ ეს არ არის სანდო, ეს არის აგენტი. გიორგიზე რა შემიძლია თქვა არქიმანდრიტ გიორგიზე, მან კარგად შეისწავლა ბერძნული ათონის მთაზე ყოფნის დროს. თავად გურული იყო წარმოშობით, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც უკვე სასულიერო პირები ცოტანიღა დარჩნენ და მართლა სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებდნენ მოღვაწეობას, ჩვენთან ძალიან ბევრი პონტოელი ბერძნები იყვნენ, ხო, რომლებიც შემდგომ პერიოდში ემიგრაციაში წავიდნენ, დღეს ძალიან ცოტა დარჩა. სოფლები იყო წალკაში, აჭარაში, ბევრგან. გიორგი ძალიან უყვარდათ და პატიჟებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ბერძნულად ღვთისმსახურება ძალიან კარგად იცოდა. და სამიზნე გახდა, ესე იგი, სადაც არ წავიდა ერთ პერიოდი წალკის რაიონში მსახურობდა, იქ დაიჭირეს, მერე მოუწია მიტოვება იმ რაიონის, აუკრძალეს იქ დაბრუნება, ჩავიდა ქობულეთთან ახლოს ბერძნული სოფელი იყო, კვირიკე ერქვა. მანდ იყო და ბოლოს 37 წელს დააპატიმრეს. აი აქ არის მისი დევნა და ტანჯვა აღწერილი. არა და ძალიან მოაზროვნე, ცოცხალი და განათლებული კაცი იყო და წარმოიდგინეთ რომ არ ყოფილიყო ეს დევნა, რამდენ ამის გააკეთებდნენ. აი ეს პავლე ჯაფარიძეც, აი ეს ახალაკვეცილი ბერია, შემდგომ წილკნელი ეპისკოპოსი გახდა. აი სვეტიცხოველში რომ შევდივართ, ხელმარჯვნე ორი საფლავი ერთ-ერთი მისი არის. ესეც 37 წლის რეპრესიებს. ეს არა, უფრო ადრე. ეს ამბროსი ხელაია რომ დააპატიმრეს. ესე იგი სხვა სასულიერო პირებთან ერთად ესეც დააპატიმრეს. და ეს იმდენად სანდო და საყვარელი კაცი იყო, რომ ამას ანდეს საგანძურის ქუთაისში გადატანა. რომელიც შემდგომ იპოვეს კომუნისტებმა და გაანადგურეს და ამ პავლე მაშინ არქიმანდრიტი იყო. სვეტიცხოველში მსახურობდა და ამას მერე დაკითხვაზე, როგორც გადმოცემით ვიცით, ელენთა დაუზიანეს ღვიძლი და ასე თქვათ ამ ცემის გამო და დიდხანს ვეღარ იცოცხლა მერე. 29 წელს აღესრულა, უკვე ერთ-ერთი ბოლო ფოტოც გვაქვს, აქ სრულიად ახალგაზრდა ყვეცილია ბერად. ხო და ძალიან საინტერესო ადამიანი იყო პავლე ჯაფარიძე, ყველა კარგად მოიხსენებს ამ. ეხლა ამ ისტორიებში აუცილებლად იქნებოდა რაღაცა ისეთი შემზარავი ფაქტებიც. ემოციურად მძიმე იყო რამდენიმე სასულიერო პირი, რომელთაც აი სრულიად უსამართლოდ მოექცნენ. ძმები კარბელაშვილების ამბავი უკვე მოხუცებულ ასაკში ძმას რომ გამოესარჩლა, ასე ვთქვათ, დაპატიმრებულ ძმას, ასაკოვანი კაცი 70-ს გაცილებული და ესეც დახვრიტეს მასთან ერთად. ეს დიდი ოჯახია, დიდი გვარი, სადაც 5 სასულიერო პირი გაზარდა გრიგოლ კარბელაშვილმა, მათმა მამამ და დედამისმა. და ესენი საოცრად პატრიოტული შემართებით იზრდებოდნენ. უფროსი ძმა ფილიმონ კარბელაშვილი, ესეთი გადმოცემა არსებობს ოჯახში და დაწერილიც აქვს, რომ ესე იგი, როდესაც ილიამ ნიკოლოზ ალექსიმესხიშვილის საშუალებით გაიცნო ფილიმონ კარბელაშვილი, სამთავისში მოღვაწეობდა მაშინ, მის გლახის ნაამბობში მღვდლის სახეთ სწორედ ფილიმონია ნაგულისხმები. შემდგომ უკვე ვასილ კარბელაშვილი იყო როგორც ძველ ხელნაწერების გამომცემელი და გადამრჩენელი, ასევე საეკლესიო გალობის ჩამწერი, მან ნოტები ისწავლა. პოლიოქტოს კარბელაშვილი ცნობილი ისტორიკოსი. ჩვენ სრულიად მარტო იმიტომ დაიჩაგრა მის სახელი საბჭოთა პერიოდში, რომ სასულიერო პირი იყო, თორე აი ისეთ ღირსეულ ისტორიკოსების გვერდით შეგვიძლია დავაყენოთ, როგორც იყო მოსე ჯანაშვილი და
და არაერთი ესეთი თავისთავობის ძალიან ბევრი ნაშრომი აქვს და საბედნიეროდ შემორჩა. პოლიოქტოსის ვაჟი დავითი დახვრიტეს. ესე იგი ვასილ კარბელაშვილის, რომელიც ეპისკოპოსი გახდა, მათი შვილებიც ორი ვაჟი დაუხვრიტეს. წარმოიდგინეთ, ესე იგი რა საშინელი ეპოქაა, რომ ოჯახში ამდენ ადამიანს რო ამოწყვიტავდა, მათ მაინც მოახერხეს, რომ მათი გამოცემული ძალიან ბევრი წიგნი შემორჩა, მათი მოძიებული და ჩამოტანილი მუზეუმში, მათ შორის გარეჯიდან და ნათლისმცემლის მონასტრიდან ბევრი წიგნები შემოგჩა და ესე და ხელისუფლებამ უპასუხა მათი განადგურებით. ესეთი მძიმე ამბავია და უსამართლო ამბავი და წარმოიდგინეთ ის ოჯახი როგორი სტრესის ქვეშ იქნებოდა, როდესაც ოჯახის უფროსებს მარჩენალებს უკლავ რისთვის. მძიმე ამბავია. ასევე უნდა ვთქვა, ცნობილი დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი იყო დეკანოზი იოსებ მირიანაშვილი, ძალიან განათლებული წლები ბოდბის მონასტერში მსახურობდა იქ. შემდგომ უკვე გაზარდა საოცარი შვილები და გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი დახვრიტეს, მისი შვილებიც, მისი ვაჟიც და მისი ორი გოგოც დახვრიტეს. წარმოიდგინეთ. ხო. არა, უკვე სტუდენტები იყვნენ და უკვე რამოდენიმე მეცნიერიც კი იყო, ერთ-ერთი მისი შვილი, სხვათა შორის გენეტიკის სფეროში მუშაობდა და იაპონიაში დაიბეჭდა მისი სტატია. ესეთი ის არის და როგორც ჩანს, მე უშიშროებამ არასანდოდ ჩათვალა. როგორ მოახერხა იმ პერიოდში იაპონიაში გაგზავნა თავის სტატიის და ასე შემდეგ. კიდევ აგერ მამა დავითის წინამძღვარი ნესტორ მაჭარაშვილი თავის სიძეს, რომელიც მსახურობდა ფინგანში რაღაც დარღვევები უპოვეს და რო ჩახედეს პირად საქმეს, ნახეს რომ სიმამრი ყავდა სასულიერო პირი. და სიძეც დახვრიტეს და ეს კაციც მიაყოლეს. აბა რა სამართალზეა ამ ქვეყანაში კიდე კარგად გადავრჩით. კიდე მე ხანდახან მიყვირს რომ ქართულად რო ვლაპარაკობ და ქართულად რო წერ და რო გვემღერება და რაღაცა კიდევ სასწაული ამბავია, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე ესეთი სისხლიანი ტერორი. ამდენი ინფორმაცია მიიღე, დაამუშავე. ეს რაღაცა გავლენას ალბათ შენზეც მოახდენდა და აი ხო შეგიძლია მითხრა რა არის რაც აი ამ ყველაფერმა მოგწა უკვე შენ როგორც პიროვნებას. ფაქტიურად მთელი საქართველო მაჩუქა ამან. აი ამ წინაპრების ისტორიების შეკრებამ საშუალება მომცა მე რომ დავკავშირდებოდი მათ შთამომავლებს. და დავკავშირებოდი არა როგორც თქვათ ვიღაც უცხო, არამედ ადამიანი, რომელმაც მათი ოჯახის ამბები იცის და ხშირად ისეთი დეტალებიც იცის, რომელიც მათ გაუგიათ, მაგრამ არ იცოდნენ. მაგრამ იმის გამო რომ საარქივო საქმეს და ფოტოებს სრული სიცხადე შემოაქვს, ხო, მათთვისაც მე ვარ თითქოს წარსულიდან გამოგზავნილი ადამიანი. ხო და მე ბევრი ადამიანები გავიცანი და საუკეთესო კუთხით. და ვნახე რომ საქართველო არის აი ეს ოჯახები, რომლებიც ერთ შეხედვით არაფრით არ გამოირჩევიან, მაგრამ ინახავენ აი რაღაც ენით აუწერელ სიკეთეს და ძალიან დადებით ენერგიას. ამ წარსულის კვლევამ გააფართოვა ჩემი თვალსაწიერი. გააფართოვა ჩემი ცოდნა. გამაცნო, ბევრი ადამიანი გამაცნო. არა მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ჩემ დაბადებამდე გარდაიცვალა და მეგობარი გახდა ჩემი, იმიტომ რომ მისი ცხოვრება ფაქტიურად ვიცი, თვალსაჩინოა, მისი განცდები იცი. მე ხოვერ მოიტყუება, ხო, ახასიათები ესეთი. და ცხოვრება გაცილებით საინტერესოა. საინტერესო, იმიტომ რომ უამრავი მეგობარი მყავს. ეხლა კი დამცინის ბევრი ჩემი მეგობარი რომ შენ მკვდარი მეგობრები გირჩევი. მკვდრების Facebook-ი გაქვს, მე. ხო, იმიტომ რომ ისინი არაფერს არ გთხოვენო. ხო, მაგრამ ახლავს რა, აი მაგალითად ძნელია ეხლა ამის გადმოცემა, ეს უნდა განიცადო.